რაზე ვილაპარაკოთ დღეს რა გვინდა? რა საქმე გვაქვს? რაზეც ისედაც ლაპარაკობთ ხოლმე, სულ ხო გვიწევს მაგაზე ლაპარაკი. რა აქ მოხვედი, რატო დაგაგვიანდა, რატო მოხვედი. აი ხო სადიღავი რომ მოხვედი. მოკლედ ეს ყველაფერი დამოკიდებული არის გზავრობა ტრანსპორტთან. გადაადგილება. მოკლედ დღევანდელი ჩვენი შოუს თემა იქნება ტრანსპორტის საზოგადოებრივი, პერსონალური და ასეთიც და ისეთიც რაც კი არსებობს. რა ვიცი, რამდენი არსებობს? სახმელეთო ტრანსპორტი არსებობს, საჰაერო ტრანსპორტი არსებობს, საზღვაო, სარკინიზო, მიწისქვეშა არის მეტრო და კიდევ ერთი უნიკალური ტრანსპორტი. უნიკალური ტრანსპორტია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც გზავრობას ასევე რა თქმა უნდა ფასიანია, როგორც ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ეს ყველაფერი მეტროსთან, მიკროავტობუსთან, ავტობუსთან, ტაქსთან და ყველაფერთან ერთად არის კიდევ ერთი ტრანსპორტი, ეს არის ლიფტი. ლიფტი, ვერტიკალური ტრანსპორტი. ხო, შინაური ცხოველი. არის შინაური ტრანსპორტი. შინაური ტრანსპორტი, საშინაო ტრანსპორტი. მეზობლებთან იხობ ამ ტრანსპორტს. ჩვენ იხუმრეთ და მე ხშირად მგზავრობ იმ ლიფტით, რომელშიც აი 5 თეთრიანი ლიფტია, მაგრამ შეგიძლია ჩააგდო 10 თეთრი, 20 თეთრი, 50 თეთრი, ლარი, 2 ლარი, მე ტაქსის საფასურად ავსულ ვარ სახში მართლა. არა, 2 ლარიას გლიჯავ და სახში ასვლა. არის კიდე განსაკუთრებული ისეთი ახალაშენებული ლუქსები ვარი და იქ შეიძლება უკვე ბარათის მიდება და გჭირდეს და პირდაპირ ეს 20 ლარი ჩამოგაჭრას და 40 ლარი დაგიჯდეს სტუმრად მარტო ასვლა ჩამოსვლა. არა, ეს კიდე ეს კიდე ხო ნორმალურია, მაგრამ აი ძალიან უცნაური არის 2020 წელს სტუმარი რომ მოგდის სახში, მაგალითად მე მომივიდა ერთ-ერთი ესეთ მეგობარი მყავდა სტუმრად უცხოეთიდან ფოტოგრაფი მოვიდა სტუმრად და ვერაფრით ვერ გაიგო ტიპმა რას ვაკეთებდი ლიფტში რომ შევედი და ფართხალი რომ დავიწყე დამალულ 5 თეთრიანებს ვეძებდი მოკლედ რა ტენი ხოლმე სადღაც ამ 5 თეთრიანებს და ჯერ ვერ გაიგო რას ვაკეთებ მე ეს რომ გამოვაძრე და იქ რაღაცა რკინის რაღაცა რო დგას ეს ხო დაინახა ეს მაგ ჩაგდება და იმის ხმა ვისაც არ გაგიგიათ არაფერი არ გაგიგიათ ცხოვრება ჩათვალე აი ხაპ ჩავარდება შეგნით და მე ძრაო და რო დავზარი კარგახანი უხსნიდი რანაირად არის ლიფტი ერთჯერადი მგზავრ აი რა ხდება ვერაფრით ვერ გავაგები სტუმარს მეც მქონია ეგეთი დიალოგი და მოხვედით მე-1000 და კი და 5 თეთრიანი გააქვთ რა 5 თეთრიანი არა შედით და გამოგიძახეთ ეგ არის ლიფტი ალბათ ნუ გაგიგიათ ესეთი ფენომენი და ახლა ვაღიაროთ რა თითოჯერ მაინც გადაგვიგდია მარშრუტკები ბავშვობაში ეს კარგად უნდა ადრე როგორი გადაგდება იცით ნუ ახალთაობას გეტყვი და არ გასწოდეს არ გაიმეოროთ ბავშვებო მარშრუტკის გადაგდება იყო ორნაირად რა თუ მიდიხარ ჯერ ძღოლს უნდა დააკვირდე რა თან სარკედან ხო ჩანს თვალები როგორი აქვს რა თუ ცოტა ბლატნაია და გაისეთია მაშინ რამენაირად უნდა გადაუხადო ან მოატყურო თუ შეიძლება ბიძია ჩავედი რაღაცა თუ ცოტა ისეთია კეთილი კაცი ზის ეს შეგიძლია სპასიბა და რო ჩადიხარ ეს კეთილი თუ გეუბნები ის გეუბნები გადავიხადოთ და შენ რა მაქსიმუმ მაგას გეუბნები არ გაგინებს რა თქმა უნდა არ გადაიხდით ჩახვედით და სადაც ერთ 20 მეტრში მარშრუტიდან ესმის ხო მაგრამ ეგ არ გეხებოდა არ გეხება იმიტომ რომ ქალაქში იფანტება ეგ გინება ეგ გინება უკვე შენ აღარ გეხება ნაწილდება გოლი თავს იტყვა რომ ყველაზე ეგრე ძილის წინ აღარ გაწუხებდა რომ ვიღაცამ შეგაგინა აბსოლუტურად არა ეს იმუნიტეტი გქონდა ეს სადღაც ეს თავისთვის გაშვებული იყო რა აი არ ვიცი ხა თქვენ ამაზე ანუ მეც ხშირად მომსვლი ეგეთი რაღაცა მან კიდე ერთ რამეს ვიტყვი რომ ანუ როდესაც არ იხდიდი ფულს მაშინ ხო იმიტომ შენ ვერ ეტყოდი რომ გააჩერე აი გადაგდებას რო აპირებდი და სკოლის მოწაფე ვიყავი მაშინ ეს რომ ემართება და ვერ იტყოდი რა რომ გამიჩერე იმიტომ რომ შეიძლება მარტო შენ ჩადიხარ და მაგ დროს ეგრევე შეგამჩნევდა რომ ეს ხო არ გამიჩერეთ ჩახვიდოდი გადაგაგდე ხო არ წახვიდოდი ამიტომ ველოდებოდი სხვას რო გაიჩერებინა სანამ ის ხიდად ჩამყარებულიყავი ხო ეგრევე მოტეხილიყავი გაიგე და მიზეზი უნდა ყოფილიყო სხვა გაჩერე და ამიტომ ვაკეში კი რა ხშირად ჩამოვდიოდი ბაგებში ჩამოვდიოდი საბურთალოზე სულ სხვადასხვა მისამართლე ყოველთვის მოგიმართლა რაც მომიწევდა კი ბატონო მაგრამ ეგ მაინც არაფერი არ არის დღევანდელ იყო ბიჭო მართლა კი დღევანდელ რეალობასთან შედარებით ვაკე მეგობრებო აბა აი თქვენ ეს ერთმანეთს კომპლიმენტებს ვეუბნებოდით და მე მართლა მგონი რომ თქვენ აი ბევრად შემზე ახალგაზრდულად გამოიყურებით რა მეგრეა მეგობრებო რატო ეხლა იმიტომ რომ ვაკეში ისეთი საცობებია მართლა გეუბნები შუქნიშნიდან სანამ მიხვალ გაპარსული გამოდივარ სამსახურში მოვდივარ და საყვედურებს ვიღებ რატო არ გაიპარსე აი ამიტომ გაპარსული გამოდივარ იმიტომ რომ შუქნიშნამდე ამოგდის უკვე წვერდები უკვე ძალიან ახლოს გავიცანი იქვე საცობში ყოფი ადამიანები ჩვენ უკვე დავახლოვდით დამეგობრდით ძღოლები ხანდახან ფულსა და გეკადრება კაცო ამდენი ხანი რაც ჩვენ გადავიტანეთ საცობში მე შე ფული როგორ გამოგართვა მოუნათლე ბავშვი იმათაც ჩემიანები და მოკლედ იქ მთელი საცობი ვართ ესე იგი ჰარმონიაში რა ვინ რას სვავს რომელ მანქანაში
სუში, ყავა, როგორ აჩვენებ, ესე კი არის, ესე კი იტალიური ეზოსავი. შეიკარით ხო რა ჭავჭავაძემ ჭავჭავაძის პროსპექტი ახლოვებს ესეთი რეკლამა უნდა ყველა ერთად კი ბატონო შენ მითხარი მოყევის ისტორია არ დამავიწყდეს მიყო ანუ ხო რაც მიყიდა და ეს ყველას უთხარი ანუ თქვენ იცით და არა მარტო თქვენ ძალიან ბევრმა რომ ძალიან გონება გაფანტული ადამიანი ვარ ზოგადად და განსაკუთრებით ბოლო დროს ერთი თვეო თამაშობ NBA-ს 2K თუ რაღაცა და მოკლედ ძალიან შემოყვარდა ის თამაში და ანუ ტაქსი გამოვიძახე დასრულდა ჩვენი სამუშაო დღე და ეხლა აქედან გავდივარ რა ვაშლიჯვარიდან და ჩვენი ოფისიდან რო გავდივარ ანუ თან მირეკავს რომ აი მოვედიო აქ ახარო და მეთქი კი აქ ვარ ველაპარაკები მეთქარი ფარსო თქვენ გახართ მეთქი თეთრი ტაქსი თან რუანათებს მეთქი კი მეუნება კაი მაშინ მოვდივარ მეთქი თამაშობ თან ესე რა და წარმოიდგინე ამ თამაში მივდივარ მგონია რომ ის ტაქსია რა რომელიც გამოვიძახე ჯდები შიგნით ვაგზელებ თამაშს და ვსმათ მესმის ხმა რა და ვაიმე ბიჭო ვიღაცის რა ხდება გოგო ბიჭი კოცნიან ერთმანეთს ჩაუხტივოს სხვა ადამიანებს და ბიჭო თამაში და მეთქი და სამივეს ისეთი პანიკა აგვიწყდა წარმოიდგინე ის მართლა ტაქსის ყოლი იყო უბრალოდ ამან საერთოდ ვერ გაიგო რა ხდება ამან საერთოდ მე საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე და ეხლა ხან შემხვდა სხვათა შორის შეიძლება გვიყურებს კიდევაც 3 დღის წინ და მომიკითხა რამე ხო არ გინდა ჩაჯექი ეხლა მარტო ვარო ასე რომ მოკითხა იმ ადამიანს ვისაც ესე მოვიკითხავთ დაურღვიე ფაქტიურად კარგი ტაქსის ფენომენი გავიარეთ თუ რამე ამბავი არ გაჩვენებთ უბრალოდ ტრანსპორტი აი მაგალითად BMW-ს არის კულტი კი ბატონო ხო არის BMW თქვი არა მაგრამ გვინდოდა რომ სწორად წარმოგეთხვა აი ეს სწორად BMW-ს BMW ხო ისეთია ჩქარა დადის რაღაცა BMW-ს აქვს თავისი ერთი უმთავრესი ატრიბუტი თქვენ გონიათ ემბლემა არა არც კარი და არც სიჩქარე და არც მოტორი არც პლიტა ძრავი არის ატრიბუტი შტურმანი გვერდზე გვერდზე მჯდომი რა როგორც გონშიკებში შტურმანი BMW-ს მძღოლის ძმაკაცი ქვია BMW-ს მძღოლის ძმაკაცი რომელიც ზის გვერდზე ესე ზის რა თქმა უნდა სუ ესე ზის შენ დადიხარ ამ მანქანით გამორთავ ეს მაინც ზის წაიყვან გასაყიდად ეს იქაც ზის გაყიდი კიდევ ზის BMW-ს ვერელება ძმაკაცი ძმაკაცი სუა ხო ეხა უკვე სხვისი ძმაკაცი ხდება BMW-ს წყალობი აუ ყველა მიხვდება მაგას რა ვინც BMW-ს მოყვარულია და ის აი ბოლომდე BMW-ს ბოლომდე გადაწეული სკამი ოღონდ მძღოლის კი არა მძღოლის გვერდით აი მენა რო თესლაო რაც გულსფელია ყველა ნათქვამი კარგია მოკლედ კიდევ რა გავიხსენოთ მოდი კიდე ერთი კარგი ტრანსპორტი გავიხსენოთ არიან ადამიანები ვისაც ეს ტრანსპორტი ჩვენს ხარაგში არ უნახავთ არ გულისხმობ ახლა ცხენების შეებმულს იმაში კონკაში არც მოკლედ ტროლეიბუსი მეგობრებო ესეთი კარგი ტრანსპორტი ტროლეიბუსი რომელიც შეიძლება გსმენიათ რომ სოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დადის ჩვენს ქალაქში თბილისში დადიოდა როგორ დაზუზუნებს როგორც თავისებური ხმა ქონდა კითხა როგორ ქონდა და კიდე ჩამოძრა მე ის ჩამოვარდა ტროლეიბუსზე მეც ვიტყვი რა ერთ ამბავს რა უпроსტად ფაქტს რა ტროლეიბუსი ხო არის ზოგადად ისეთი ტრანსპორტი რომელიც აუცილებლად თავის ზოლში უნდა იაროს სხვაგან ფიზიკურად ვერ ივლის იმებზია რა ბიგელებით არის დენზე მიმმული ხო ეგეთი ტრანსპორტი არა არ არის იმიტომ რომ ქართველებს ახაც ქონდათ დამოღამებული როგორ უნდა გავიდეს ტროლეიბუსი აბგონზე ან მოატრიალოს აი ხომ მიდის ორი ტროლეიბუსი ამა გააჩერა ეს ცოტა ისე წვიტია რა ეჩქარება ამას ყავს BMW-სნაირი ძმაკაცი ტროლეიბუსის ძმაკაცი რომელიც თვალს ჩაუკრავს ეს ჩაირბენს გადასწრებაზე გადის ამ ბიგას ჩახსნის გადაუწევს დაეწევა და შეუკეცავს და შეხტება და წავა აკრე იყო კი აქ იყო მე ეგეთი მოტრიალებაც მაგ ნანახი ნაფარეულზე შეაგორა ამ ჩახსნა დაუყენა წავიდა აი ილო რო ყვებოდა წეღან სამარშრუტო ტაქსის გადაგდების მეთოდებს თამასა გადაგდება მაშინ ყველაფრის იყო რა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხალხისაც აბსოლუტურად საერთოდ რა თუ ხალხი რო გადაგვაგდეს გადაგდების უნარი არ ქონდა ვერ გადარჩებოდა ეს აუცილებელი ინსტინქტი იყო რომელიც გჭირდებოდა რომ გეცხოვრა ხო და კი ბატონო ის ერთი ეპოქა იყო რა მოკლედ და მარტო ეს არა ტროლეიბუსის გადაგდებაც ხდებოდა ხა სამარშრუტო ტაქსი თუ ღირდა 30 თეთრი და უნდა გადაგეგდო 10 კაპიკი ის 10 თეთრი ღირდა მაგრამ ისიც უნდა გადაგეგდო აბა ეხა როგორ რა და ამათ რა ქვია ეხა დამოღამე ეს ტროლეიბუსი ხო ამ სიგრძე რაღაცა მახინა იყო დიდი რკინის აი რახმაც გამოსცა ზუსტად ამ ხვით დადიოდა უკან კარი მასაც ეღებოდა როგორც ავტობუსს აი პნევმოდის ჰქონდა კარი და ეს გაიხსნებოდა დაკეტავდით
დაიკეტებოდა, ესე იყო მოფიქრებული, მაგრამ ეს გადაგდების ეპოქა რო დადგა და აქ ჩვენ გადამგდებლები ვართ, მძღოლები გადამგდებლების დამჭერები. იმათაც მოიფიქრეს რა უნდა ქნან და ამ დაკეტვის დროს რკინის კარს ხო აქვს შუაში რეზინის კანტი აქვს, რომ ეს რბილად დაიხუროს. ასევე ღილაკს რო დააჭერეს, ესე იხურება. ამათ ხო მოიფიქრეს, რომ ესენი უკნიდან იპარებიან, ეხლა რა ქნეს? ის ამ რკინის კარს შუაში ეს რეზინის ნაწილი მოაძრეს და ეს ნელი დაკეტვა გადაიყვანეს კივნეულ. აი მე რამაკ აჭერდა. ხმაქოდა. ესეთი ფუნქციაც ჰქონდა რა ამას კი არ აკეთებდი. აი მაგაზე სპეციალურად მძღოლები მუშაობდნენ, სადღაც ჩამოქონდათ რაღაც ძველი საბჭოთა რაღაც პნევმატური ძრავები, რომელიც აი 30 ატმოსფეროთი ურტყავს და ამით თან რას გიკეთებდნენ, ჩასლის გაჩერებამდე იწყებოდა თამაში რა. ძღოლი ამ დროს ყველა სარკე ალესილი, დამატებითი სარკეები, რომელიც ადამიანის მგზავრის ფსიქოლოგიურ ემოციურ მას კითხულობს, მდგომარეობას ჩატარვას აპირებს, თუ გადახდას აპირებს და ეს აქედან ეს მუსიკის ფონზე მართლა ეგრე არ იყო გახსოვს გოლი იხედებოდა ამ სარკეებში და უკან მდგომებს აკვირდებოდა აბა ვინმე ჩაპარვას ხო არ აპირებს რომ უკან მდგომებსაც დამუღებული არ იხედებიან კარისკენ არ შენს გაკალესილი სარკეები მძღოლს ხედავ კიდე არ იხედები კარისკენ ჩადიოდი თუ არ დაიწებოდი რომ ჩადიოდი ეს უფრო შუა ლაპარაკში რო იყავი და ეს უფრო აღებდა მომსვლელებისთვის და ეთვალები და და აქ ილოსილეთიც მუშაობდა თუ ვინმე აუცილებლად ჩადიოდა იმას უნდა გაყოლოდი გაქცეულიყავი მაგრამ უკანას ერთად არ ხდებოდა და ერთხელაც ესე რა შევესწარი მაქვს ეს ამბავი მოყოლილი მოკლედ ვაკეში მივდივართ მაღლივი კორპუსიდან რა და სადღაც იმასთან ვაკეს აბურთალოს გზაზე იქ ის რო იყო სასწავლებელი რა სპორტული აკადემია იქ გააჩერა რა გაჩერებასთან და ეს სიტუაცია უკვე ჩაირთო ის მუსიკა და ზღოლს უყურებ მისი მზერა გამშჭოლი მზერა აქეთ ვიღაცა გვერდით მდგომს ალივერებს კეფაში და ის ამამად გას კართან რა და გაღვამან კარი და ჩავიდა თუ არა ეს ტიპი აი ეს გაუკეთა დააჭირა ხე და ბახ დაარტყა და ეს კაცი დაიჭირა აი ოღონ ზუსტად ეს ეყავს დაჭერილი რა წარმოიდგინე კართან ხო დადგა და ჩადიოდა ეს ფეხი ხო ჩადგა და იმანაც აი შეახმარა და ბახა და ეს ხელი გარეთ მოასწრო თავი მოასწრო და კარს ყავს აი ესე დაჭერილი რა აი სხეული შეგნით აი ეს ხელი და თავია გარეთ და ეს ნაწილი აი ამის აქეთ რაც არის შიგნით და ბიჭო ზივარ ხა შიგნით უყურებ ამას რომ კაცი იგუდება ხროტინებს იხჩობა რა ხმები ეს გარეთ რაც ისმის და შიგნით მარტო ხედავ რომ ერთი ხელი და ორი ფეხი ფართხალებს აქეთ აი აქ ეს ხდება და თან დაიძრა ეს დაიძრა ისა არა დაწმული იყო დაჭერილი ყავს არ არის დაძრული რა და იქნე და მძღოლი ეძახის თქვენი იგინება და და ეს ტიპი სხვაც გავიდა ნელა გაუ ეს კარი როგორც იქნება მოისუთა ვიხდი შენი დედა ვიხდი შენ შეჭირა აკეთრიანი აი ესე მგზავრობდი და ესე დავდიოდი ეხლა კიდე რაღაცები გვიყვირს რაღაცები გვაბრაზე ამის მე როგორღა დავიწოწუნო ვაკის საცობზე ეხლა არა მაგიტომ მოგიყევით ეს ამბავი ეს ვაკის საცობში დადგება და იქ რაღაც ფონდიუს გამოიღებს იმიდან თავისი კონდიცირებული გაჩერებიდან იქ ყავას მოწრუპავს და ამაზე ჯავრობს შენ და მაშინ რა ხდებოდა არ გახსოვს კი ბატონო და კიდევ ერთი რაც არის თვითფრინავით რომ მოდიან ხოლმე ბერლინიდან თქვა ჩამოდიან ხო თბილისში მოფრინავთ რომ მოფრინავენ რიკოც როგორც კი გამოცდები უკვე ფეხზე რო დგან აბა ბარქს რო ეძებ აი გრამულენა რომ რიკოც გამოცდნენ და ინახეს აკდნენ ფეხზე იმზადებიან სასასწრებლად არა მართალი ეგრეა აი ერთი აპლოდისმენტები ხო გვაქვს მაგრამ აი კიდე არის ფეხზე წამოდგომა ეგეც მარტო ქართული მოვლენა არ არის ქართული ფეხზე წამოდგომა არა ტაშზე ტაში სადღაც უკრავენ მაგრამ უკრავენ როცა ფეხზე წამოდგომის ხმა როგორია ფეხზე წამოდგომის ხმა იყურე და აკვირდი ხო ზიხარ ნელ-ნელა ხო? რო დგებიან და ამეებს რო ხსნიან ტკას და ამ დროს ეს გამყოლი გამცილებელი რო გამოდის და ყველა ენაზე რო დაჯექით იძახის რა. ადრეა. არა, გვაქვს ეხა ეგეც რა, მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ მეგობრებო, საერთოდ ეგეთი წესია თვითფრინავი რო გაჩერდება, შემდეგ უნდა ჩახვიდე რა. ხო გააჩერე და რო აინთება იქა. ნუ რაღაცა კიდე სხვა ტრანსპორტში კიდე რამე შეიძლება და ნუ თვითფრინავში საწვავის ჩასხმის ისინიც მაჯდამეც არ გვაქვს რა, რო გვეჩქარება რაღაცა კულტურა რა, რო უნდა ჩავასხათ საწვავი რომ უნდა დავდგეთ რიგში დაველოდოთ შემდეგს მე გადამხდა ეგეთი ამბავი. არა მარტო საწვავის ჩასხმაზე. საწვავებში არაფერს გქონდა. გავაჩერენ ჩემი მარჩით შევლასლასდი და გავაჩერე იმაზე რა ქვია. ბენზინ გასამართზე და ჩავასხი ბენზინი, მივაწოდე ეს ისა რა ქვია, ბარათი რომ და მოხსნა წავიდა საწვავს და უკნიდან მოაყენა უკვე ენერგიაზეა რა ეჩქარე.
უკრინიდან აშკარად ალბათ იმას უსიგნალებს დროზე გადაუხადეო მე ეგრე არა მე მგონია მე მისიგნალებს ხო მაგინებს რა ნუ გვაგინებს ვიღაც და ნუ ეს რო დავინახე უკვე მოდის ესა და მეც პიპ დავაჭე კიდე პიპ ეს მისიგნალ პი მეთქი პი აუ და არც და ვილანძღებით რა მე და მოვიდა ეს როგორც იქნა ბარათი გამოვართი და წავალ მეთქი უпроსტოდ არ მოსულა ბარათი მეთქი გადავაყენებ მეთქი და ისე დაველოდები იმ ბარათს მეთქი და წავედი გავაჩერე ამან იფიქრა რომ ეთყობა საჩხუბრად გავაჩერე მოაყენა გადააყენე იფიქრა გადააყენა და გადმოდიო და იქიდან მესვიზე რა არიო ხა და გადმოდივარ მეც რა გადმოვიდა რამ ხელა ტიპი გადმოვიდა ძალიან დიდი და ძალიან გამწარებული ჩემსკან მოდის რა იმან ხომ ეთქა რა არის მეც იხტიბარი არ რა არის და ამაზე უფრო გაგიჟდა და მოდის ესე და უნდა მომყავს და აქ მიცნო და როვერ მოკლა აი სუჩაი სახესესე მკაცნები რო წამოვიდა აუ რა შენგენას შეიკავა სახამ გადამარჩინა და ვენაცვალე იმ კაცს რო არ მომკლა თორე ძალიან გამწარებული მოდიოდა ჩემთან კიდე ერთი ცალკე პარალელური სამყარო არსებობს ამ ცალკე სფერო ეს არის ცხენიც ხო შეგვიძლია ტრანსპორტში გავიყო ტრანსპორტია ხო ხო და ეხლა მოკლედ სადღაც ვარ 14 წლის და ეს ამბავი ხდება კახეთში კახეთში იყო ეგეთი ტრადიცია ყონაღები ერქვათ რა ჩამოდიდნენ რაღაცა ლეკები ბარტერს აკეთებდნენ ყველი ჩამოქონდათ კერდა ჩამოქონდათ საწვევი ჩვენები ყველსაძლევდნენ და მიდიოდნენ მოკლედ ეს ყონაღები გვაბარებდნენ ცხენებს ჩვენ ბავშვებს და წაგვიყვანა და დაგვესვენა მაგრამ ჩვენ ასე არ ვაკეთებდით ისინი ხსნიდნენ ლაგამს რაღაც ყველაფერს ცხენი იყო რა მაქსიმუმ მოგეკიდა იმაზე რა ქვია ფაფარზე და გაგეჭენა და მოკლედ დავჭენაობდი სოფელში ველური ცხენები აი რაღაცა იქაური ბალღები მიყურებდნენ ბერუან ბალღი ნახერას და კრის მე აესე ოც მარიაჟო თეთრ ცხენზე მოვქრივარ და რაღაცა ჩამოვედი ხა თბილისში და მინდა რომ ამათ ჩემს მოვაწონო თავი გესმის რომ აი ცხენზე ჯირითი ვიცი და რა მაგარია და რაღაცა და წამიყვანა იპოდრომზე რა ეხლა და იპოდრომზე რომ მივდივარ ხდება ეს ინსტრუქტორი და ნუ მიმიყვანა ცხენთან აჰა ნუ ხა კი შევატყრო ის ცხენი უკვე ცოტა მაღალი და რაღაც სხვანაირი რაღაცა დაუმეცალებად ცოტა სხვანაირი ქონა და მივდივარ ამ ცხენთან გესმის და დავაჯექი ამ ცხენს რა ეხლა რა და აი მგონია რომ როგორც კახეთში და უყურებ ამაჩებს ახლა ნახე მეთქი და აჩუ ვეუნები და არ იძრება რა ეს ცხენი რა აი არც ტოკდება აჩუ ვეუნები და აჩუ მეთქი და როგორ ამხედა იცი ცხენმა ვაკეში ხდება ეს რა იპოდრო ბატონო ესე არ გააკეთა მეთქი აჩუ მეთქი და აი ესე ამიწია ცალიფე სანამ არ უთხარი რომ კოელიო წაკითხული მაგ ყავასო ლატეს და ასე შემდეგ არ დაიწყდა მე უიმე აი ესე წამიყვანა მე არ მართავდი ის მართავდა რა ესეთი ცხენები მხოლოდ ვაკეში შეიძლება გენახა ადრე იპოდრომზე ასე რომ ცხენის ისტორია დაამახსოვრდა ძალიან სნობი ცხენი